გამარჯობათ, მოგესალმებით. მინდა შემოგთავაზოთ ხორციანი ბლინების რეცეპტი. ავიღოთ 3 ცალი კვერცხი, დავამატოთ მარილი და 1 ჩაის კოვზი შაქარი და გადავთქვიფოთ კარგად ყველაფერი. გადათქვებილ მასას დავამატოთ რძე, 1/2 ლიტრი რძე, ნაწილ-ნაწილ დავამატოთ და ვთქვიფოთ. შემდეგ უკვე დავამატოთ ფქვილი. ამ მასაზე გამოვიყენე 200 გრამი ფქვილი, რომელიც ნაწილ-ნაწილ შევათქვიფე. ფქვილის სრულად შეთქვების შემდეგ ვამატებთ დარჩენილ რძეს, კარგად გადაურევთ ყველაფერს ერთმანეთში და შემდეგ ეს ცომი უნდა დავაყოვნოთ დაახლოებით 1 საათი, ან შეგიძლიათ მეტი ხანით მაცივარში. და მაცივრის შემდეგ დავამატებთ ზეთს, 2 ჩაის კოვს ზეთს. აი ასეთი სისქის არის, სანამ მაცივარში შევინახავ, ეს მაცივრის შემდეგ კიდევ გასქელდება. მანამ სანამ ცომი ისვენებს მაცივარში, დავჭრათ 1 თავი ხახვი, დავამატოთ ზეთი ტაფაში და მოვთუშოთ. სანამ არ გახდება ოქროსფერი. შემდეგ ხახვს დავაყაროთ ფარში, 1/2 კილოგრამი ფარში და მოვთუშოთ ეს ყველაფერი, სანამ ხორცი არ მოიხარშება. მე აქ ცოტა დავამატე კიდევ დაახლოებით 100 მილილიტრი წყალი და დავაცადე, რომ კარგად მოხარშულიყო ფარში, სანამ ამ წვენს სრულად შეიწოვს. შემდეგ ვაყრი წითელ წიწაკას და პილპილს, გადავურევ, ასევე ვაყრი მარილს, 1 ჩაის კოვს და გამოვთოთ ფარში. ფარში უკვე მზად არის. ცომს გამოვიღებთ მაცივრიდან, აი ასე შესქელდა ცოტა. დავუმატე 2 ჩაის კოვზი, ბოდიშით სუფრის კოვზი ზეთი და გადავურიე ცოტა ოდენი წყალიც, დაახლოებით 1 ჩაის კოვზი წყალიც დავამატე, იმიტომ რომ სქელი იყო და შემდეგ უკვე დავიწყე ტაფაზე გამოცხობა. ტაფაზე უნდა ცოტა ხნით 1 გვერდი გამოცხოს და გადმოვატრიალთ მეორე გვერდს და მეორე გვერდს ძალიან ცოტა ხნით და შემდეგ უკვე ვიღებთ თეფშს. აი ესეთი გამოვიდა, საკმაოდ ხელი ბლინები გამოვიდა და უკვე შემდეგ გულს ჩავუდებთ ფარს შიგნით და გადავახვევთ. აი ესეთი ფორმის გამოვიდა, დაახლოებით 20 ცალი გამომივიდა. ბლინები უკვე მზად არის შესაწყავად. შეგიძლიათ შეინახავთ ასევე მაცივარში და როდესაც დაგჭირდებათ, მაშინ გამოიღებთ. აქ უკვე ვწვავ ტაფაზე და საბოლოოდ აი ასეთი ლამაზები და გემრიელები გამოვიდა. დიდი მადლობა.